სტრატეჯისტი უკვე რამდენიმე წელია გლობალურ ტექ კომპანიებთან თანამშრომლობს, მანამდე იყო სხვადასხვა Google, Microsoft და ასე შემდეგ და ეხლა უკვე Nvidia-სთანაც თანამშრომლობთ და ვცდილობთ რომ ქართულ IT და ტექ ეკოსისტემას ხელი შეუწყოთ. Nvidia არის ამჟამად ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექ კომპანია, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა და მსოფლიო მასშტაბით მოღვაწეობს. Nvidia-მ ასევე შექმნა თავისი პროგრამა Nvidia Inspiration, რაც ნიშნავს, რომ სტარტაპებისთვის შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ განვითარებისთვის. ეს არის როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ბიზნეს პარტნიორობა და ასევე ტექნიკური მხარდაჭერა. თუ სტარტაპერი გახდება ამ პროგრამის მონაწილე და მათი წევრი, რაც არის უფასო და შეუძლია რომ დარეგისტრირდნენ, მიიღებს სხვადასხვა ბენეფიტებს არგებელს. რაზე იქნება ჩვენი ეს ღონისძიება, ასე ვთქვათ, ონლაინ შეხვედრას უფრო მეტად დავარქმევთ ვიდრე ღონისძიებას. ეს არის ის იმაზე, რომ უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია მიიღონ სტარტაპერებმა, როგორ შეიძლება სარგებელი მიიღონ Nvidia-სგან, აი ეს რაც ჩამოთვალე, როგორც ტექნიკური, როგორც მატერიალური, ასევე ბიზნეს პარტნიორობა და ფინანსური მხარდაჭერაც. აი 30 იulis 5 საათზე თუ შემოგვერთებიან ქართული სტარტაპერები, უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებენ ამის შესახებ. რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ ამ შეხვედრას დაესწრონ? რა ტიპის სტარტაპერებისთვის არის განსაკუთრებით აქტუალური ეს შეხვედრა, ვისაც დაეხმარება პროდუქტების განვითარებაში? აუცილებლად ტექნოლოგიური უნდა იყოს? ტექნოლოგიური უნდა იყოს, იმიტომ რომ ტექ კომპანია არის Nvidia და აქვე ცოტა დავაწყლებ, შეიძლება რომ სხვა სტარტაპერებისთვისაც იყოს მნიშვნელოვანი, თუმცა ის სტარტაპერები, რომლებიც AI-ის მიმართულებით მუშაობენ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება Nvidia-სთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ Nvidia-ს ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის AI და ხელოვნური ინტელექტი. შესაბამისად, თუ AI-ის მიმართულებით, რაც საქართველოში ძალიან ბევრია, ნომერ პირველი არის AI მიმართულებით სტარტაპერები, მათთვის საინტერესო იქნება მე მოდის უკვე ჯანდაცვის სისტემა, ფინტექი, მაგრამ ყველაზე პირველი, ნომერ პირველი რაოდენობით გვაქვს AI მიმართულებით. ეს მინდოდა მეკითხა, რამდენად აქტიურად იყენებენ AI-ის ქართული სტარტაპერები, უფრო რა მიმართულება ჭარბობს ტექნოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში მომუშავე სტარტაპერებისა. თქვენ ახსენეთ ფინტექი, ჯანდაცვა, განსაკუთრებით პოპულარული რა მიმართულებაა და თუ შეესაბამება ეს მსოფლიო ტენდენციებს? კი, ეხლა AI ძალიან მნიშვნელოვანი. AI-ს ყველა იყენებს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ამ AI-ზე მომუშავე სტარტაპერები არიან ნომერ პირველი დაახლოებით თუ არ ვცდები 1/3 და კიდევ უფრო ბოდიში უკაცრავად 3/4, სადღაც 70% მათემატიკაში რო არ ავიჭრა, რომელიც მუშაობს AI მიმართულებით. ხო, ეს არის დაახლოებით 3/4 სტარტაპერების ამ მიმართულებით მუშაობს დღეს. ქმნიან პროდუქტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი. საქართველოს სფეროებია განსაკუთრებით პოპულარული. ეს არის ფინტექი მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლებია ჯანდაცვა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის მიმართულებითაც მუშაობს. რამდენიმე აი 1-2 სახელებს ნუ მომთხოვთ, მაგრამ 1-2 კარგად მომუშავე და წარმატებული სტარტაპერი, რომელიც ჯანდაცვის კუთხით მუშაობს, აი ეს 3 თემატიკა არის, რომელიც ძალიან აქტუალურია საქართველოში. და შემდეგ უკვე სხვა რაღაცაებიც მოდის, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობა არის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი დონის კომპანიების მხრიდან გამოცდილების გაზიარება? მათი ინტერესი რა არის? ეს არის ის სტარტაპერები, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალიც აქვს, თუ უბრალოდ მათ სურთ, რომ საქართველოში დაეხმარონ სტარტაპერებს ადგილობრივ ბაზარზე, რომ განავითარონ თავისი პროდუქტები. მათი ინტერესი და ჩვენთვისაც რამდენად მნიშვნელოვანია ეს მინდა რომ გკითხოთ. დავიწყებ იმით, რომ დღეს ეს სტარტაპერი, ეს სიტყვა ძალიან მოდაშია და ყველას უკვე სტარტაპერს ეძახიან, მაგრამ თქვათ ის, რომ სტარტაპერი არის, ვინც პროდუქტს ქმნის, ან არსებულ პროდუქტს აუმჯობესებს. ინოვაციაც აქედან მოდის, ანუ მარტო ის არ არის, რომ რაღაცა ერთხელ უკვე შეიქმნა კომპიუტერი, თუმცა შეიძლება კომპიუტერული სისტემა განავითარო, ესეც უკვე ინოვაციაა და ინოვაციასთან დაკავშირებული სტარტაპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყო გლობალური ისეთი კომპანიის წევრი და ისეთი საზოგადოების წევრი community-ს ეგრეთ წოდებული, რომელიც არის Nvidia. მათ შორის Nvidia-ისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ არ ქვეყნებთან კონდეს თანამშრომლობა და შემოიჭრან, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ გლობალური სივრცის წევრი გავხდეთ, იმიტომ რომ არ არსებობს სტარტაპერი, ანუ სტარტაპი ერთი არის რომ შემქმენი, მაგრამ მე უნდა განმავითარო ის და სტარტაპი ნიშნავს კიდევ იმას, რომ უნდა იყოს სწრაფად განვითარებადი კომპანია.
რომ არ აგვერიოს მცირე ბიზნესთან, იმიტომ რომ მცირე ბიზნესიც ხანდახან ერევა ხოლმე სტარტაპერთან. ანუ სტარტაპერი ნიშნავს, რომ სწრაფად უნდა განვავითარო რაღაც პროდუქტი, ან წარმატება ვნახო და შემდგომ უკვე ან გავყიდო ეს ჩემი კომპანია, ან დიდი კომპანიები გავხადო ჩემი მეწილეების შესაბამისად, იმისათვის რომ მე სწრაფად განვითარდე, მჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, გლობალური, ასე ვთქვათ, აქსელერაციის პროცესი, ფინანსური მხარდაჭერა, გლობალური სივრცის წევრობა, რაც დამეხმარება უკვე განვავითაროთ ჩემი სტარტაპი. NVIDIA ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ქართულ სტარტაპერებს დაეხმარება. იკა ზოგადად რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები? რამდენად აქვთ უნარი, რომ დაიწყონ სტარტაპი და განავითარონ პროდუქტები და რამდენად აქვთ უნარი, რომ მოიზიდონ ფინანსები, ეგრეთ წოდებული angel ინვესტორები, რომლებიც მათ იდეებში ჩადებენ ფულს? სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარი არის პატარა, გვაქვს განსხვავებული ენა, ანუ საქართველოსში შექმნილი პროდუქტი შეიძლება არ გამოადგეს ამერიკაში მომუშავე ორგანიზაციებს ან ამერიკელ საზოგადოებას, რომელიც ინგლისურენოვან საზოგადოებას. ამიტომ აი ეს შეზღუდვები სამწუხაროდ გვიშლის ხელს, ასევე ფინანსების ნაკლებობა არის საქართველოსში, იმიტომ რომ როგორც თქვენ ახსენეთ, angel ინვესტორები უნდა დაინტერესონ სტარტაპებმა, შემდგომ ფონდებზე გავიდნენ, ამის საშუალება არ არის. ასევე რასაც აწყლებიან ხოლმე და ცოტა ასე ვთქვათ პატარა შესწავლასაც უშვებენ, ეს არის მომხმარებლის კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ უკვე არსებულ პროდუქტზე კიდე მეორე მსგავსი პროდუქტის შექმნა ხელს შეუშლის იმისთვის, რომ სწრაფად განვითარდეს. ეს უნდა იყოს, აი როგორც ვახსენე, ან რაღაცა ინოვაციური, რომელიც იქნება ხშირად ამბობენ ხოლმე ეს რაღაცას, რომ მე არ მყავს კონკურენტი და მსგავსი პროდუქტი არ შექმნილა. ანუ დღეს არ არსებობს რაღაცა, რომ უკვე შექმნილი არ იყოს, მაგრამ შეიძლება უცებ განვავითარო, უკეთესი გავხადო. მაგალითად, აი ავტომობილების სერვისის რაღაცა სტარტაპი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს აპლიკაცია, სადღაც რაღაც უკვე სერვისის მიწოდება შეიძლება, მაგრამ რომელიც დააჩქარებს მე როგორც მომხმარებლისთვის ავტომობილზე რაღაცა სერვისი მივიღო, ეს უკვე სხვა პროდუქტი არის და ეს უკვე სტარტაპ იდეა არის. და ამიტომ რა გვჭირდება ქართულ ხალხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ მარტო ქართულს არა, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსები, როგორც ვახსენე, ნაკლებია წყარო, ფინანსური წყაროები საქართველოში, უნდა ვიფიქროთ ცენტრალურ აზიაზე, შუა აზიაზეც, ასე უნდა ვიფიქროთ ამერიკაზეც, რომელიც შეიძლება რომ მე იქიდან უნდა მოვიზიდოთ და უნდა გახდეს ჩვენი, ასე ვთქვათ, სტარტაპერების ფინანსური წყარო. ამიტომ მარტო ქართულ მომხმარებელზე რა იქნება მორგებული არა, ის მომხმარებელიც უნდა შევისწავლოთ, რომელზეც მე გვინდა რომ ვიმუშაოთ. ანუ წინასწარ მნიშვნელოვანია რომ ამის დაგეგმა მოხდეს და ისე გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი და ისე დავგეგმოთ. ხშირად აი თქვენ ახსენეთ ფინანსური სახსრები და angel ინვესტორი რატომღაც ყოველთვის მაინც ასოცირდება უცხოელ დამფინანსებელთან. საქართველოში თუ არიან კომპანიები, რომლებიც ან ბიზნესმენები, რომლებიც აფინანსებენ სტარტაპებს და ინდობიან მათ, თუ არის, რამდენად ხშირად არის ესეთი შემთხვევები? უფრო მეტად არის აქსელერაციის პროგრამები საქართველოში. მათ შორის უნივერსიტეტებიც სტარტაპ გარაჟებს ქმნიან და ეხმარებიან იდეის ჩამოყალიბებაში, აქსელერაციაში, ანუ განვითარებაშიც ეხმარებიან. ალბათ არიან, მაგრამ არა ძალიან ბევრი, რომელიც ქართულ სტარტაპებს შეიძლება რომ იყოს, ასე ვთქვათ, აი ბოლო ინფორმაციით სამწუხაროდ არ დევს არსად რამდენი სტარტაპია დარეგისტრირებული, ის კი IT კომპანიებიც უკვე აღარ დევს ესე საჯაროდ, რომელიც ადრე იდო. თქვენთან მოსვლამდე კიდევ ერთხელ ამოწმებდი და სადღაც აი ეს რიცხვია რომ 2000-მდე, 1500-ზე მეტი 2000-მდე სტარტაპია რეგისტრირებული, თუმცა ეს ყოველთვის იცვლება რიცხვი, იმიტომ რომ შემდგომ უკვე როგორც ვახსენე სტარტაპი სწრაფად განვითარებადია და სხვა სფეროში უნდა გადავიდეს, ან უკვე დიდ ბიზნესად ჩამოყალიბდეს, ან დაამთავროს იქ არსებობა. ანუ ეს იმდენად ცვალებადი სფეროა, რომ სამწუხაროდ არ დევს ამაზე ინფორმაცია და ის რომ ვიცი რომ ჯიტა ეხმარება და ფინანსებაში რაღაც გარკვეული პროგრამები ქონდათ, რომელიც ასე ვთქვათ დასაწყისისთვის სტარტაპებს ეხმარებოდნენ. თუმცა ჭირდება უფრო მეტი განვითარება, უფრო მეტი დაფინანსება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუწყოთ არა მარტო აი გარაჟები ვახსენე, სტარტაპ გარაჟები უნივერსიტეტში, რომელიც ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის ლექტორები ან ადგილობრივი ადმინისტრაცია უნივერსიტეტის ეხმარება იდეის ჩამოყალიბებაში, მაგრამ იდეის ჩამოყალიბების იქით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს როგორ იმუშავოს პროდუქტი, ასე ვთქვათ, წავაქესოთ და ჩვენ ვიცით, რომ ლექტორები და მათ შორის მეც ლექტორი ვარ, ხშირად ჩვენი სტუდენტის იდეები მოგწონს, მათ შორის თავადაც სტუდენტებს მოსწონთ, მაგრამ იმის იქით, ანუ
შეიძლება იდეა მომწონდეს, მაგრამ წარმატებული იქნება თუ არა ბიზნესის მხრივ, აი ეს კიდე სხვა სფეროა, რომელიც სხვა ადამიანს ჭირდება, რომ იყოს ჩართული. არა მარტო ტექ ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს, არამედ ასე ვთქვათ, ბიზნესის კუთხით ვინც გათვლის, რამდენად წარმატებული იქნება ეს სტარტაპი.